გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება კომბინირებული, ანუ ორმაგი ხმოვნები და ვისწავლით მათი გამოყენებით შედგენილ რამდენიმე მარტივ სიტყვასაც. თუმცა დაწყებამდე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ის თბილი კომენტარები დამიწერა წინა ვიდეოებზე. მართლა უზარმაზარი мотиваციაა ეს ჩემთვის და მიხარია რომ ჩემი არხი გეხმარებათ კორეულის სწავლაში. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეოც, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. ვინაიდან ჰანგლის საბაზისო ნაწილი, ანუ მარტივი ხმოვნები და მარტივი თანხმოვნები უკვე ვისწავლეთ, დროა უფრო ღრმად ჩავიდეთ. მოკლედ, ორმაგი ხმოვნები, ისინი სულ 11 ცალია. დავიწყოთ 4 წევრისგან შემდგარი ე-ების ჯგუფით. პირველია ეგრეთ წოდებული დახურული ე. გამოითქმის ცოტა უფრო მჭახეთ და მეტად გაღებული პირით. ეს შეგიძლიათ წესად დაიმახსოვროთ. პრაქტიკაში კი ვამბობთ ჩვეულებრივი ე-ის მსგავსად. მაგალითად, სე, ჩიტი ან ჩეკ, წიგნი. იწერება გრძელი ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ, მოკლე ჰორიზონტალური ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ და ბოლოს ისევ გრძელი ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ. შემდეგია მისი დაბილებული ფორმა ე, მაგალითად იეგი, საუბარი. წერთ ეს მსგავსად, თუმცა შუაში ორი მოკლე ჰორიზონტალური ხაზით. მომდევნოა ეგრეთ წოდებული ღია ე. გამოითქმის ჩვეულებრივი ქართული ეს მსგავსად. მაგალითად ქნე, საქანელა ან ჯები, მერცხალი. იწერება ერთი მოკლე ჰორიზონტალური და ორი გრძელი ვერტიკალური ხაზით. და ბოლოს ამ ჯგუფში ბოლოა ღია ეს დაბილებული ვერსია ე. მაგალითად, გერან, კვერცხი, სიგე, საათი. წერთ ორი მოკლე ჰორიზონტალური და ორიც გრძელი ვერტიკალური ხაზით. აქვე ბონუსად ვისწავლოთ ე-ების ჯგუფის საერთო სიტყვა, ფეგე, ბალიში და შეკითხვა. როგორ გონიათ, რა ლოგიკითაა ე ორმაგი ხმოვანი? მოდი ვიდრე მე გეტყვით პასუხს, კომენტარებში დაწერეთ აბა თქვენი აზრი. მოკლედ, საიდუმლო მათ წერის სტილშია. ორივე ე მიღებულია ო და ი-ის კომბინაციით. შესაბამისად კომბინირებულ ხმოვნებად ითვლებიან. ახლა გადავიდეთ მომდევნო ო-უს ჯგუფზე. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ო-უს ჯგუფის პირველი წევრი არის ო და ა-ს კომბინაციით მიღებული ვა. მაგალითად, გვაილ, ხილი, ხვაგა, ხატვარი. აქვე მოდი აბა გავიხსენოთ მარტივი ხმოვნების ვიდეოში ნასწავლი საგვა. გახსოვთ რას ნიშნავდა? ვაშლი. შემდეგ, უ და ოს კომბინაცია არის ვო. მაგალითად, ვონსუნგი, მაიმუნი, ფიონგონ, საავადმყოფო. ეს გახლავთ შემდეგი სამეული. იცით მათ ერთი საინტერესო თვისება ახასიათებთ. სამივე მათგანი იკითხება როგორც ვე. პირველი ვე მიიღება ო და ი-ის ერთობლიობით. მაგალითად, გიოჰე, ეკლესია. ო და ეს კომბინაციაც გვაძლევს ვეს. მაგალითად, თვეჯი, ღორი. და უ და ეს შეერთებითაც ვიღებთ ვეს. მაგალითად, სვეთო, სვიტერი. შემდეგ გვაქვს უ და ი-ის კომბინაციით მიღებული ვი. მაგალითად, ქავი, მაკრატელი. ანუ დავუკვირდით, ო და ი გვაძლევდა ვეს, ხოლო უ და ი გვაძლევს ვის. ამით მთავრდება ო-უს ჯგუფი, მაგრამ კიდევ გვაქვს ერთი ორმაგი ხმოვანი. ი და ი-ის კომბინაციით მიღებული ი. დავუკვირდით ი. მაგალითად, ია, სკამი, ისა, ექიმი. და მორჩით. დღეს ვისწავლეთ ყველა ორმაგი ხმოვანი და საკმაოდ ბევრი ახალი სიტყვაც. ახლა კი შეკითხვა, აბა ვონსუნგი მაიმუნი იყო თუ ღორი? პასუხი კომენტარებში დაწერეთ და იცოდეთ არ ითაღლითოთ. ბოლოს კი თუ მოგწონთ ჩემთან ერთად სწავლა, არ დაგავიწყდეთ. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამიტოვეთ კომენტარები და მომავალ შეხვედრამდე. ფაითინგ!